უთხარი? დიახ, მე და ამიკომ გადავწყვიტეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დავეხმაროთ, დიახ, დავეხმაროთ ნარკოტიკებთან ბრძოლაში, აუცილებლად და გავანადგუროთ ჩვენ ნარკოტიკები, აუცილებლად. დედა, ნუ. აჰა, აი თქვენ ამიკო თქვენ დასანახat, ყველამ კარგად თუ დაინახოთ აი ესე. ამ ნარკოტიკულ ნივთიერებას გაანადგურებს ცეცხლში, გადააგდე. ჩააგდე. არც დაფიქრდე არაფერზე. აი ესე, ყველაფერს გავანადგურეთ აბსოლუტურად. როგორ შეიძლება ეს საზიზღრობა? ფუ. ესეც გადააგდე. ეს ჩემით. გადავაგდებინე. აი. მოდი, იცი რა ვქნათ. გადააგდე ორივე. რაღაცა მეორე მე ჩატადა. ისა, მოდი ამასაც გადავაგდე ფირას. ცოტა. და ესე დაიწვას ყველა ნარკოტიკული ნივთიერება. ვიდგებით ბოლომდე აქ, სანამ ბოლომდე არ დაიწება. გონიათ სადმე წავალ? რას ზავს? დაიწება. დაიწუება რა არის? ой მე და ბიჭო კარგია რა იწება. ბიჭო ეს რა ქვია? გვანადგურე. მოიცადე. აი იწება. ბიჭო, იმეს არის რომ გამოვართო და კიდე გავანადგუროთ, კაცო. ყველაფერი. უნდა გავასად. რასაც აი ნადგურდება და ნადგურდება. ვაუ, ბიჭო. კი. მე გეტყვი ეს ისაც ქონდა ბოლოს ეს მოგლეთ ეს ნიტერო ყველაფერი კარგად არის დაიწვა და ძალიან გთხოვთ ვინმეს თუ გაქვთ კიდე ნარკოტიკული საშუალებები გამოვიგდოთ ჩვენ გავანადგურებთ ყველაფერს მე და ამიკო ყველაფერს გავანადგურებთ ყველაფერი მზად არის. მაშინ ვიცე. Julieta! მოვედი შენ საიბანკ. შენი არ ყოფნის და სიყვარულის ნიშნად ხელსახოცი გადმომიგდე. შენი პრიორიტეტი არის ფეხბურთი. მეფილობას განცდით, როგორც მომავალში როგორც გადამაზდა ქუთაისი, როგორც გადამაზდა ბათუმი, ისე გადამაზდება ჩვენი საჯარო. შვილო? აქ რას აკეთებ? გამით 11 საათზე. მე მეგონა მეგობართან იყავი 13 საათინო. ვისთან ერთად ახარ? ვინ ახარ ასეთი? ვინ ვარ ასეთი? მე ვარ შენი ველური კატა. შენი ცხოველ გამერხე. მოხის მადლი, ბორჯომის წალი, ბათუმის ბულვარის ხაშურამდე დაგრძელება. არის ჩვენი გამარჯვება. მომისმენ ხო შენ გამოაცხადე რა და აგიხსნი როგორ უნდა გამოაცხადო და გამოაცხადე ხო ამიხსენი რომ ვარის ხო ანუ ხო არის რომ დღეს ჩვენ შოუში ნახავთ მზად არის ხო ეს მე გამოდი ესე ჩაული ვარ როგორც გახარ ეს ოდნავ წინ გადიხარ ჩემზე წინ აქედან ეს დადიქე ხო ესე ცენზე წინ გამოდიხარ და ამბობ თქვენი შოუს სცენაზე მინი სცენები აჰა არა ეხა აღარ გინდა ეხა მე ხო გავაკეთე მე როცა იქ მე გადაცემა ხო მაგო ბენდობი მე და
მინისცენა ჯეოსტარი. და მე ვიწყებ ათვლას 5 4 3 2 1 და შემოსულია 30000 ზარი და მაყურებლის გადაწყვეტილებით დღეს პროექტ სტოვებს დღეს ჯეოსტარ სტოვებს გიორგი მარშანია არი ნერვიულო გიორგი ყველაფერი კარგად იქნება გიორგი ნუ ნერვიულო გიორგი არი ნერვიულო შემდეგი მინისცენა კურდღლები. ზალიკო მე ახლა ვიმყოფებოდი კურდღლების ერთ-ერთ ბუნაგში. რომ იავნანამ რახნა გურიაში. ქედოიერ აფეღარცა ქედოიერ აფეღარცა დაგაბარო მოგიდა შედა დაგაბარო თურქეთში და უმედური თანაბადა ყურბუხეში დაგაბარო დაგაბარო მოგიდა შე ქედოიერ ქედოიერ იავნანა ვარდონა რაი დაიძინე მასაცინე დაიძინე ვარ იავნანა ვარდონა იავნანა რაია აი ბაღანა ვერსობს შემდეგი სიტუაცია კონკურენტების სუპერმარკეტში. სიტუაცია პოეტი და მძარცველი. დროზე ფული ყველაფერი რას გაქვს დროზე დამშვიდით ახალგაზრდაო მე თქვენი არ მეშინიან. იცოდეთ ჩემი იარაღი, ჩემი კალამი. რა ეს მიეთმოედები ფული დროზე რას გაქვს ყველაფერი მომეც ძალიან გთხოვთ ჩაწიოთ იარაღი, ჩემი იარაღი, ჩემი კალამია. შეხო არ უბერა ფული ბიჭო ორ მოგამდენი თუ ფული მომეც არგით ამით იმაშინებ ფული ხომ გეუბნებოდით, ჩემი იარაღი, ჩემი კალამია. სიტუაცია ფრალი მამალი ბრუნდება სახლში. ციცო, მე მგონი სტუმრები მოვიდნენ და მამალი დაკალი რა.
სიტუაცია ამერიკული ბარი. Hello, boys and girls. This is Texas, and I'm to play the rock country music for you. Yeah. And please meet the legendary country singer John McAllister. Yeah. John, how are you, man? Fine. Oh, Jessica, you're looking so good. Yeah. John, what? please sing the public what public loves. Okay, Ladies and okay. gentlemen, John McAllister. Yeah. Hi, everyone. Yeah. It's kind to saddle to the hill. No, John. What are you doing, John? Well, it's a John, good what are song. you doing, man? It's a good song. I know. No. Really This good. is my bar. I'm Yeah? playing the sing song. What my Okay. public loves. Do you understand me, John? Okay. Ladies and gentlemen, John McAllister. Okay. Pay what put you crumble. Crumble. What? What this fucking shit, man? Are you really good song. stupid, man? This is really good Are you song. stupid, man? Crumble. No, John. John, this is my bar. I'm from Texas, and I want to down Mississippi line, color of the fucking shit. Yes? Please sing the song what my public loves. Okay, Ladies and gentlemen, John McAllister. Okay, take it easy, man. Take it easy. Do you have to be dropped and go? I'll be waiting, look that door, ready to John! go. Now What what? are you doing? Now what? This is really good song and public loves me. Please shut I'm a up, John John. McAllister. I'm a fucking John McAllister. Do you know John McAllister? What is? Do you know John McAllister? I don't know you, please. This is my bar. Please sing what public knows. The fucking shit, man. I need your fucking money. I don't need your fucking money. Okay. Don't need the fucking money. This is my bar. This is my bar, what? John. What? What? Why not to know? Yeah, it's a good John. song. I don't know. I know what is a good song. Okay. Crumble, cut on the jaw. Get out of my bar. Okay. You must sing Okay, I what will my sing. public Okay, loves, okay. man. This is Mississippi Line. Do you understand me? Okay, Ladies take it and easy. gentlemen, John McAllister. Take it easy, man. Take it easy. Ladies and gentlemen, let me know something. It's your will, mister. Yeah. Arose chagi kwanza. Great, I John. know what Great, to do. John. I know what to do. Great, John. I'm a fucking good. შემდეგი მინისცენა ქიმიის გაკვეთილზე. ბავშვებო, გაჩერდით, ბავშვებო, გაჩერდით. მაჩიტიზე ვინ გეკითხება? შეხარ მასწავლებელი თუ მე? ამას უყურე. ხვალ შობეს მოიყვან. გავაგზავნო ჩვენ. მინისცენა დუელი. ხუთი ნაბიჯი გადავთვალოთ. კარგი. არ ჯობდა ეხლა ერთ წესრო და სხვას დაეთმო? ხომ გადარჩებოდა ორივე ცოცხალი. ეხლა კი ორივე მკვდარია. მინისცენა გვასწავლის. დათმე და მოითმინე და ყველაფერი კარგად იქნება. აი, რა კარგია. ძალიან კარგი. მართლა. კომფორტს ზრუნავენ ჩვენი მეგობრები. ჩვენი მეგობრები ზრუნავენ. ხო. კითხვა მაქვს შეთა. რა კითხვა? რა არ უხდებათ ქალებს? აი პირდაპირ. შენი აზრით აი რა არ უხდებათ ქალებს ხო? ვიპარაკოთ რა. კაცურად ვილაპარაკოთ? კარგი. აი რა არ უხდება ქალებს? მკერდი. კერდი არ უხდება ქალებს? ხო. რას კერდი ხარ? დისკომფორტს განვიცდი რა. შენ პირადად. ხო, აი მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის ქალებს არ უხდება მკერდი დისკომფორტი. აი ჩახუტება რომია დავუშვათ რომ ვეხუტები, ახლოს მინდა მიწვა მიშლის ხელს. ხან დიდკერდიან ქალებს ლაპარაკი თუ არა? პატარა მკერდიანი კიდე ხო? თითქოს ხელს კრავს, ხო, აი რაღაცა ხო, არის რაღაცა ისეთი მაგაში, კი. ჩემთვის მაგალითად ქალებს არ უხდება ჭიპი. ხოცა რატო არ უხდებათ რა, ყველა ქალს აქვს ახლა ჭიპი. ხო, მაგრამ არ უხდება ეხლა რა არის, მოდიხარ ხელი და უცი არის. ხო. რასაია მოიფიქრა. საერთოდ რო იქ რაღაცა მოდიხარ, ხო? ეს უცი რაღაცა არის. ხო, რაღაცნაირია მოდიხარ. კიდე ფანზე ჭიპი. ჭიპი. ხო. აი კიდე რას ფიქრობ? კიდე რა შეიძლება რომ არ უხდებოდეს? მოვიფიქრე. აი უეჭველი ვიცი შენ სამუხ მაგას და ძალიან ბევრი ფიქრობს მაგას. ხო, აბა. მრგვალია.
ბიჭო, ეგ არის რო უხდებათ. სხვა რაღაცას გეუნებიო. რა. საჭე. ო, საჭე უხდებათ? არ უხდებათ. საჭე ხარობს არ უხდება, გაღიზიანებს. კი. ვეჭხუბებიან, ვითომ? კი. ისე დადიან. ხო? საჭე არანაირად. ხომ ძღოლი ხარ, ხო იცი? არა, ამას დაკავშირებით რამე გვაქვს ჩვენ. გვაქვს. დღეს გვყავს სტუმრად ჩვენ ადამიანი, თქვენ შოუს. სცენაზე გამოვა ადამიანის სტუმარი, რომელსაც ყავს მანქანა, რომელიც არის მძღოლი, ასევე. მაშასე მივესალმოთ უმშვენიერესი, ულამაზესი სალომე ბაკურაძე! როგორ ხარ? არაჩვეულებრივად. ძალიან მიხარია, რომ შენ მოდი ჩვენთან აი მე ღმერთმანი. გადაცემაში. აი ძალიან მიხარია. გეთაყვანებით, გეტრფით, კეთვით. ძალიან გაგვიხარდა რა თქმა უნდა რომ მოხვედით ჩვენთან გადაცემაში. მართლა მოხარული ვარ, ძალიან რომ მიყვარხარ, ხო იცი? თქვენც მინდა ითქვათ, მე ეს ადამიანი ძალიან მიყვარს. ყველას უყვარს, სალომე ბაკურაძე. ხო, ყველას გიყვარს, სალომე ბაკურაძე. კიდევ ერთი ადამიანი მინდა ეხლა სცენაზე მოვიწიო, ჩვენი ულამაზესი, უმშვენიერესი სალიტა! მოდი მეგობრებო, დავუთმოთ ამ ადამიანებს თავის საქმე იციან, რაც უნდა. თავის საქმე იციან, აუცილებლად. შესავალი იცით, არ დაგავიწყდეთ. მაშასე, აბა თქვენ იცით. ძალიან მოხდეთ ორი სალი, ორი სალი. გავდანდით. შვილო არ გავლას რატომ ცდილო სადა გაქვს თვალები გამაგიჟებენ ეს ქალები ჩქარა დადიხარ ქუჩაში ტვინი არა გაქვს მაგ თავში რა გინდა საჭესთან ქალი მე ვიცი კუხნაში საბუთები მე ვარ ლეიტენანტი მაგრაძე გაჩერეთ წესების დარღვევაზე თქვენ გადაყვეთეთ ღერძულა ხაზი კინაღამ დაგეჯახა დიდი კამაზი დადიხარ აფეზარა და თანაც ანცობ ვა შენი სარა ხარ კაცო მაპატი ეწეღარ ვეღარ გიცანი უცებ ძალიან მაგარი ხარ შენ სიმღერებს უსმე დიდი მადლობა ესე იგი გვიშვებ დაჯერიმასაც აღარ დაგვიწერ პირდებით წესებს ვისწავლე უკეთ მეწყვილემ ჯარიმა დაწერა უკვე მადლობა Didi madloba patrons, madloba patrons, mais didi madloba patrons, madloba patrons, didi madloba patrons, madloba patrons, mais didi madloba patrons. მოდით
ყველამ ერთხმად, აბსოლუტურად ყველამ ერთხმად ვაღიაროთ ეს იყო ძალიან კარგი. არაჩვეულებრივი. სინამდვილეში მე სალომეზე მინდა ვთქვა, რომ არაჩვეულებრივი მძღოლია, ძალიან კარგად ახავს. მოგებულიც და ის თავიდანვე მაგას. ძალიან კარგად. ამასაც ამას ხაზი უნდა გაეცოს. ყველაფერი უნდა ითქვას. ხუმრობა. და კიდევ ერთი ძალიან დიდი მადლობა ისევ შენ გვეწვდე ჩვენ გადაცემაში ძალიან გვიყვარხართ, გებშტობებთ. აკა. კარგად. დაიმე, გაიყარგეთ ხარ. აი ხა ვნახოთ როგორ შემიშლი გამოცხადებას. მოიცა რა გინა, ამით გინდა რომ შემაშინო? ფრთხილად იყავი რა. ფრთხილად იყავი, გაფრთხილე. მოიცა ამასთან ვიყო ფრთხილად, თორე თუ მე გამოცხადე მიკბეს დაბგლიჯავს, სურათოლა შემეშლიდეს ამის. ანუ შენ იმედი ქონდა რომ მე გაფრთხილებ რომ ფრთხილად იყავი თქო. მოდი შეთან. უთი. შეგიძლია გახსოვდე რა. ერთ-ერთ პროვინციულ დრამატულ თეატრში წარმოადგენდნენ სპექტაკლს რომეო და ჯულიეტა. სპექტაკლის მსვლელობის დროს თეატრს ფიცრებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი მოადგა. ამ დროს კი მუშები ისვენებდნენ. ფიცრების გადაზიდვა კი თვით მსახიობებს მოუწიათ, უშუალოდ სპექტაკლის მსვლელობის დროს. აქ იმართება ბალმასკარადი, არის სტუმარი 10,000. ამ მასკარადზე შეხვედრა შედგა რომეოსა და ჯულიეტასი. მერკუციო! ამ ორიდან ჯულიეტა რომელია? არ მინდა გაწყენინო, მაგრამ აკეთა! თქვენ ყველაზე ლამაზი ხართ. რატომ იმსახურე ეს კომპლიმენტი? ჩვენს გარდა აქ არავინ არის სხვა ხალი. ამ საღამოს ჩემ საიმანთან გელოდებით. მერკუციო მოვკურცხლეს. წინ! საღამოს შებინდებულზე მათ ერთმანეთი იხილეს, ვერავინ ვერ შეაფასებს ამ ტრაგედიის სიმძიმეს ვაიდე ნაწილი. ჯულიეტა! მოვედი შენ საიბანთან. შენი აქ ყოფნის და სიყვარულის ნიშნად ხელსახოცი გადმომიგდე. აქ ყოფილა ჩემი ჯულიეტა. ჯულიეტა, მე შენთვის საჩუქარი მაქვს. ვაი მე რა სილამაზია. პორტრეტი. მოდი ერთი ეს აივანი დამჭირებ ნახო როგორია. ვინ არის ამ პორტრეტზე? თქვენ ჯულიეტა. ვაი მე როგორ მგავს. დიდი მადლობა. ეს შეთვის საჩუქარი. აივანი დამიჭრეთ ის. ჯულიეტა. რა საჩუქარი? აი, ღმერთო ჩემო საათი. მე ამას კედელზე ჩამოვკიდებ. არა, მაჯისაა. მაჯის. ღმერთო ჩემო, როგორ მიხდება? კუკარა ჩამოკლეს! ოჩახ, თეატრის დარაჯის გვეხმარება გადაზიდვაში. წავიდეთ ჯულიეტა. აქეთ ფიცარი, იქით ფიცარი, ის ბოდიში. ისე ვაგრძელებ ამამის თხრობას, ხელში მიჭირავს ფიცარი 2,
გამთენიისას დუელი შედგა მერკუციოს და ტიბალტს შორის. მერკუციო! ჩემს და შენ შორის დღეს დუელი გაიმართება! რისთვის ტიბალტ? რისთვის? ცოტას ეზიდების არ მაცობ. კარგი! უფლებას გადლევი არაღი პირველმა შენ აირჩიო. დიდი მადლობა გითმობ შენ აირჩიე იარაღი. მე დაშნას ავიღებ. მეც. ძალიან კარგი. თავი დაიცავი! დამჭრეს! უკანასკნელი ძალებით აფიცარსაც გავიტან. მე გზას გასწავლი. ვაიმე! მერკუცია მოკლეს ჩემი მეგობარი. ღმერთო ჩემო, რა გვეშველება ეხლა? რა გადაზიდავს ამდენ ფიცარს? აი! მეტად კიდევ რამდენი დარჩა? მე ამდენს ვეღარ გავუძლებ. საწამლავი მაქვს და დავლებ. ჯულიეტა რა შედი? ჯულიეტა, ასე დროს იქნებოდა ჩემი დატოვება. ჯულიეტა, მეც დავლებ საწამლავს. ოღონდ მე ამ საწამლავს განსხვავებული სასმისით დავლებ. დიახ, განსხვავებული. რომეო! ეს რა დაგემართა? მეც მოვიკლავ თავს, დავლევ საწამლავს. არა, პრინციპში მე ხო უკვე მტარი ვარ. მერკუციო, რომეო, ჯულიეტა! მოუნდათ მიწევს დასვენება. თითქოს დამთავრდა ამბავი, რა უნდა მოხდეს ამაზე მეტი. შვიდად ნუგძინავთ ადეთ ბიჭებო, დასაცლელია ახლა ცემენტი. მოგესალმებით გავაკუნებო დატონებო, ისე გრძელდება ჩვენი გათამაშება და ვნახოთ დღეს ვინ იქნება იყვნენ, ვის გაუმართლებს მე იყვალი და ვინ გახდება ყველაზე მთავარი პრიზის მფლობელი დღეს. ნახეთ უამრავი ზარი შემოვიდა, უამრავი ფურცელს თქვენ ხედავთ. ძალიან მაინტერესებს ვინ მოიგებს, მართლაც ძალიან დაძაბული. მოდი კიდე დავატრიალოთ, რომ უფრო დაიძაბონ ჩვენი მაყურებლები. ძალიან მომრავლდა ჩვენი აბონენტები, კომპტნის აბონენტები. 342, ესე იწყება ჩვენი ინდექსი ჩვენი 342. ეხლა დადგა ის არა კიდევ ერთხელ უნდა დავატრიალო რომ ვიღაც სარეგონოს რომ აქ რაღაცა ისიანი აკეთებ მოდი აი მე უკვე აი ხელი აიწე რომ არავის არაფერი არ აქვს შემწონა ხე აი აქ რო არაფერი არ მაქვს მართლა ეხლა რა სისულელია აბა მიდი ცოტა აურია ესე ამოიღე რომ რაც დარჩება ხელზე აი ეს რო აიყო აი მე მგონი არა ეს თუ სხვა არა იყოს ამას ავიღებ ისე აი ესე აი ესე აი ჩვენი გამარჯვებული აუცილებლად დავრეკავთ ეხლა დავრეკოთ აუცილებლად დავრეკოთ ეხლა დარეკე არც ერთ ციფრს არ ვასახელებ ჩვენ ესეთი არის 3 4 ეგ არ არის სამიანი არის ეს 3 ესე არ წერება არა ბიჭო რა 3 ესე ხო თუ ისე 3 4 2 ხო 3 4 2 ორჯერ ავგრიფე მოიცა ნუ ამბობ 3 4 2 ეს ინდექსია 2 2 5 0 0 8 9 აი ეგ ბედნიერი ადამიანი რომელიც ალბათ ხა სიხარულისგან გადის უნდა აიღოს ხა უნდა აიღოს აუცილებლად თუ გვიყურებ თუ აუცილებლად აიღეთ აუცილებლად აიღეთ ალო გამარჯობა ალო გამარჯობა თქვენ ხართ ყველაზე რა ვიცი ბედნიერი ადამიანი ალბათ მე თქვენ ემოციას ხვდები უკვე ალო უკვე იმდეს ნიშნავს ალბათ გიყურებ თქვენ გესმით ჩვენი ხმა მოიგე ისა ტელევიზორი გამორთეთ თუ არა ჩვენი ხმას იმეორებს მოიგე ბატონო ისა ზურალეკიაშვილი და ირაკლი დებულიძე გვინდოდა დიახ მოიგე თქვენ ხართ ზურალეკიაშვილი და ირაკლი დებულიძე მოიგე
მოიგეთ კი არა სცენაზე გამოდით დროზე. თქვენ მოიგეთ სცენაზე გამოსვლა. ზურა ლეკიაშვილი და ირაკლი დიდებულიძე თქვენი შოუს სცენაზე. გამარჯობა ზურა. გამარჯობა ირაკლი. რა არის რა ხდება? რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ დაჯექი. დაუჯდები, მაგრამ სკამი რო არ არის? რა სკამი არ არის, აბა მე როგორ ვზივ? არა, შენ გააქვს სკამი. ხო, მაქვს და ვზივარ კიდევაც, შენ დაჯექი. სად დაუჯდი არ არის სკამი? შენ მე გამაგიჟე, ხაბა ეს რა არის? ეგ შენზი ხარ მაგ სკამზე. ხო, ვზივარ, დაჯექი შენც. არ არის სკამი, როგორ დაუჯდე? შენ მე გადამრევ, ეს რა არის? სკამი. გაიმეორე. სკამი. ეგრე რა, დაჯექი. შენ სკამზე დაუჯდე? რა თქვი? შენ სკამზე რატომ უნდა დაჯდე? აბა არ არის სხვა სკამი. რას ქვია, რა სისულელს ამ არ არის და არის? აქ საერთოდ ერთ სკამზე მეტი არ არის. მოკლედ ჯდები თუ არა? არ არის სკამი, როგორ დაუჯდე? დაჯექი და არისო? ვერ დავჯექი, იმიტომ რომ არ იყო. დაჯექი. ეგ შენი სკამია. დაჯექი. შენი სკამია. დაჯექი, იჯექი. ვიჯდები. იჯექი. მე როგორ დავჯდე ახლა? მოგითხარი არ არის სკამი მეთქი. აი ხო ხედავ ახლა. დაჯექი შენი სკამი. ავალ მაშინ მოვიტან ჩემს სკამს. სად იყავი? სკამი მოვიტან. ძალიან კარგი დაჯექი. სად არის? მახსოვს რომ მართლა მოვიტანე. ხო და მართლა დაჯექი. არ არის სკამი, როგორ დავჯდე? მოიწი, დაგსო. ნუ მეყუდები ოღონდ დაჯექი. როგორ დავჯდე აბა, ჩაიწიე მაინც ცოტა. კეთყვი, ცოტა მოხლებში მოიხარე. კიდე მოიხარე. კიდე? დაჯექი. აი, გადი რა. კიდე მოვიტან სკამს. დაჯექი, ხო არის სკამები? ახსოვს რომ ორი მოვიტანე, ხო? დაჯექი, ხო არის სკამები? დავჯდები, მაგრამ რომელზე დავჯდე? გინდა იმაზე დაჯექი, გინდა ამაზე დაჯექი. არა, ამაზე მინდა, მაგრამ ეს რაღაც მინდა. მაშინ გაიტანე ერთ-ერთ. ხო, მაშინ ამაზე დავჯდები, ამას გავიტან. თუ გინდა ეს გაიტანე, იმას მე წამოვიღებ. არა. ორივეს მე წავიღებ. მაშინ მე ამას წამოვიღებ, დაიცადე? დაიცა, დაიცა. მე რაღაცზე დავჯდეთ. სად მივდივართ? კულისებში. ხო და კულისებში დავჯდეთ. კარგი. ძლივს. ვიღაცებს ეგონა რომ მე აქ არ მოვიდოდი, მაგრამ მე მაინც მოვედი და მე ვდგავარ ჩემს გვერდით. მე მოვითხოვ რომ ეს სისხლის მსმელი მეორე წამყვანი წავიდეს, დატოვოს აქაურობა და წავიდეს. გესმის? კი, კი. მეგობრებო, ეს წამყვანი მამცირებს, მირტყამს. წავიდეს, წადი, 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 წადი. 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 მაშასე, თქვენ შოუში, თქვენი მიშა.
მოგესალმებით. მე ახლა ვიმყოფებით თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სადაც მიმდინარეობს საფეხბურთო მატჩი საქართველოს საბერძნეთს შორის. და მე მაქვს ინფორმაცია, რომ სულ მალე ამ მატჩს დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. დიახ, მიხეილ სააკაშვილი მოვა დღეს სწორედ ამ მატჩზე. და აი მე კადრში ვხედავ, რომ ის უკვე მოემართება. დიახ, ქალბატონებო, პრეზიდენტი უკვე აქ არის და ის მოდის ჩვენსკენ. ეხლა რა თქმა უნდა ის არ მოდის სა? დაუძახე, მოვიდა. მოგესალმებით ბატონო მიხეილ. როგორ ხარ? კარგად, უკაცრავად როგორი განწყობა გაქვთ დღევანდელი მატჩის მიმართ და საერთოდ რას ფიქრობთ ქართულ ფეხბურთზე თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, იმიტომ რომ მთელი ერი დგას ერთად, რომ დავამარცხოთ მეტოქი და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხა რაც არ უნდა თქვა, წავაგოთ, ეს იქნება ჩვენი გამარჯვება. ამის გამო მინდა გითხრათ, რომ ქართულ ფეხბურთს შევანალიზოთ, საერთოდ არ ექცეოდა ყურადღება. ხა ელემენტარული ბურთი იყო გაპარტახებული, აი ესეთი გაპარტახებული, ჩაჩუტული დაბონები ქონდა ბურთს. და საერთოდ არ გამოიყენებოდა თამაშის ნაკლებად თუ რაღაც ქონდა და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს რადიკალურად შეიცვალა. ჩვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ადამიანებს ეთამაშათ ფეხბურთი მრგვალი იდეალური ბურთით და ეს არის ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ანუ ეს არის შევანალიზებული და ეს არის ჩვენი ხელისუფლებაში. მე მგონი არის ძალიან განსხვავება და ესეთი რაღაცები ადამიანებმა არ უნდა დაივიწყოთ ესეთი წინსვლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მე რა თქმა უნდა აქეთ რომ მოდიოდი სხვათა შორის ძალიან კარგი ხასიათზე ვარ, იმიტომ რომ შემოხვდა ზინედი ზიდანი და მითხრა ბატონო პრეზიდენტო, განსაკუთრებული სახით მეუბნება და ბატონო პრეზიდენტო, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს საქართველოში ფეხბურთი არის ძალიან მაღალ დონეზე. გამიღიმა და კისერზე გაიჩერა ბურთი. აი ეს არის ძალიან კარგი და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ეხლა მე რა თქმა უნდა გავიქცევი სადაც ჩვენი ქართველი ერია, ჩვენი საყვარელი ერია, იქ გავიქცევი და იქ წავა. კარგად. და არ მოდის სა? და მე ახლა ვხედავ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიემართება სტადიონზე, სადაც ის შეხვდება ქართველ გულშემატკივრას და გაამხნევებს მათ. როგორ ხედავთ საქართველოს პრეზიდენტი მიემართება სტადიონზე, რომ მიმართოს გულშემატკივრას. სააკაშვილი! დავიდე, ხმებგონი. რეალურად ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც და ხოცედება, იმიტომ ძალიან კარგი არის ჩვენს. ერთიანი და ძლიერი ჩვენს. მე მგონი აქედან გავაკეთე და იქიდან გავაკეთე. მიმართ, მე მგონი. გებია სულიერ საქართველოს მიესალმო. საქართველოს გაუმან! მოეხა კარგია, ხო. გებია იმათო საქართველოს ფეხბურთელებს. როდესაც თქვენ მეტოქეს წააქცევთ, წამოაყენეთ, ბოდიში მოუხადეთ და დაპატიჟეთ მესტიაში, აჭარაში. დაპატიჟეთ, რათა ჩვენი ტურიზმი განვითარდეს. სხვაგვარად არ შეიძლება. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიმართება ფეხბურთი, ჩვენი პრიორიტეტი არის ფეხბურთი. მე პირობას გაცემთ, რომ უახლოეს მომავალში როგორც გალამაზდა ქუთაისი, როგორც გალამაზდა ბათუმი, ისე გალამაზდება ჩვენი საჯარიმო. და საჯარიმოდან ჩვენ ცენტრში ვარაუდობთ, რომ აშენდება უმრათანამედროვე ტრამვაი. და მე მინდა გითხრათ, რომ თავისი განკარგულება, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზრდა გაჩნდეს ტრიბუნებზე. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ზესუგირის გამყიდვები აღარ დაიბეჭდებიან. ეს სამუდო. ასევე მე მინდა გითხრათ, რომ იგეგმება ჩვენი საჯარიმოდან მეტოქის კარამდე უმრათანამედროვე ავტობანის მშენებლობა. რათა ძალიან მალე ჩავიდნენ ჩვენი ფეხბურთელები და გაიტანოს გოლი. ეს არის ჩვენი საამბიციო. თუკი ადრე მაყურებელი ისროდა უთხოვეთში ნავით პოლიეთილენის ბოთლებს. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ვისროლოთ თანამედროვე ადგილობრივი რესურსით, ადგილობრივ მედრეულზე დამზადებული ბოთლები. ეს არის საამბიციო. თუკი ადრე ჩვენი სპეცდაზი იყო უსაქმოდ და არაფერს არ აკეთებდა. ჩვენ ჩამოვიყვანეთ უთხოვეთიდან 20 შარიანი ადამიანი.
20 შარიანი ადამიანი მივა სპეცსასთან გააბრაზებენ და სპეცსასი დასაქმება ერთად აღდავა. მენიდა მეგობრებო მოგმართოთ. ერთია საქართველოს გაუმან? 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 კაი, წავიდეთ ეკრე გამარჯვებისკენ. ისკენდერ როსში დიჯანდა ვიდლიჩა მოგიდანე ქვეშ გამოგარონეს მინო გამოგიყვანეს და რატაკინა შავიანეს ისკენდერ როსში დიჯანდა ვიდლიჩა მოგიდანე საწნახელში გაგადანეს მინო გამოგიყვანეს და ვახ. ცოტა რა არის? რა არის? თაკო. ვინა? თაკოსთან გავერთე რა. თაკო? რა უცნაურია. ჩემ შეყვარებულსაც თაკო ქვია. ის თამუნა ქვია და უბრალოდ თაკოს ვეძახით, თორე ესე თამუნა ქვია. ხო, ჩემ შეყვარებულიც ეგრეა. თამუნა ქვია, თაკოს ვეძახით. არა. დაგანახტო აქ არის დარბაზში. აი. პირველად პაემანზე. ნიკუშა, გოგოს ხვდები პირველად პაემანზე და მასწავლე რა ვქნა, ინტერნეტით გავიცანე. ამ გოგოს ხვდები პირველად თუ საერთოდ გოგოს ხვდები პირველად? გოგოს ხვდები პირველად. მეც ეგრევა. ისამ. ხო, არა, გამოსტილი ვარ, მას საკითხი შევეს ბოქსენ, პრობლემა არ არის. მინდი ამოიღე პასტაფურცელი, მინდი. თავიდან ეხა რა, გოგოს უნდა აგზობი რომ ხარ ნამდვილი ვაჟკაცი რა და ეუნები რომ თუ ვინმე გაწყენინებს რომ სახეს გაუხევ რა. ამას ეუბნები მე წვირმანები რაღაც აღარ დაკონკრეტები და ესა კაფეში დავპატიჟე. კაფეში ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კაფეში რო პატიჟე ეგრე უნდა შევუკვეთო მწვადი რა, მწვად შევუკვეთავ, მე მოდის ოფიციანტი და გეკითხება საქონლისას აიღებთ? არა ხორს. ნუ თუ ხორის არ არის, მაშინ საქონელს იღებს რა, იღებ რა. ხო კიდე ეხა გოგოების ამბავი ხო იციან 1000 უაზო და ისეთი ისტორიის მოყოლა რომ საერთოდ არასაცილო, მაგრამ ძალით უნდა გაიცინო რა. ძალით გავიცინო. კი, ძალით უნდა გაიცინო მაგაზე, ხო. ნუ კიდე ეხა გოგოს ფსიქოლოგია დაგისვავს მილიონ შეკითხვას ყველაფერზე, შეიძლება დაგისვავს რომ მაგათად რა მუსიკას უსმენო რა. შენ ეთქვი ქუჩის მუსიკოსები, იმიტომ რომ პრესტიჟულია. ქუჩის მუსიკა პრესტიჟულია, კი. ეხა დაუშვა და გოგომ რამე შემოგთავაზა, ეხა მაგის ნაკლები შანსი არსებობს, მივხვდი ეხა რაღაც შემოგთავაზოს გოგომ, მაგრამ თუ შემოგთავაზა, მოხდა სასწაული შენ პირიქით რა, ეუნები რომ მე მაქვს უკეთესი წინადადება რა. უკეთესი წინადადებას მოდი ჩემთან ავიდეთ სახში მუსიკა, მარტინი, თუხთუხი რაღაცა შენია გოგო გამიგე, ხო კიდე გოგომ თუ გითხარ რომ შენ ვინ ხარ ასეთიო? აი მანდ უკვე ეხა მე ვიცი რა გოგოს ფსიქოლოგია, მანდ უკვე
ესე იგი გოგოს უეჭველი მოწოხარ. ვინ ხარ ასეთი გოგოს უეჭველი მოწოხარ და კი რატომ მუზე პირიქით აქტიურდები რა, მოწოხარ გოგოს რა. ვინ ხარ ასეთი ვინ ვარ ასეთი და ეუბნები რომ მე ვარ შენი ველური კატა რა. შენი აგვირახსენი ლომი ხო და მოდი გიჟო მამასთან მოდი რა, მოდი გისთან ამას ეუბნები რა და ეგ არის. ისა ლექსი რომ ასწავლო მაგარი რაღაცა რომ ლექსები ეხა ძირითადად მე არა მაქვს ლექსებით ისა მაგრამ დაგიწერ და SMS-ით გამოგიზავნე ეხა არა მაქვს უბრალოდ კარგი SMS ეხა კიდე თუ შემთხვევით გოგო ცუდად გახდა რა ეხა პირველი სამედიცინო დახმარების წესებს გიხსნი ამბულანსია ეს ყველაფერი მესმის რა გიხსნი თუ შემთხვევით ცუდად გახდა ეგრევე წყალში შეეცხამ სახეში რა ეგრევე წყალში შეეცხამ სახეში კარგი გარდა ამისა გოგოს რო იცი გოგო რა არის თუ წასვლა დააპირა მუხლებს უნდა დაუჩიკო და უნდა უთხოვო კიდევ ერთი შანსი მომეცი არ ნებდები რა არ უშვებ და მაგრამ კიდევ ერთი შანსი მომეცი რა და ბოლოს შეიძლება კითხოს რომ წავ მივდივართო წავედითო? შენ რა უნდა გითხო? ჩემთან ავიდეთ ბაიჩი თუ შენთან ავიდეთ ბაიჩი და ამით დავთავრებ ლაპარაკს რა. წავედი მე მეჩქარება და მესიჯი მომწერე იცოდე. ხო, დანომ რეგენი არ დაგავ. არ შემეშლება მე ესენი არ შემეშლება. ხო, ანუ. გამარჯობა. როგორ ხარ? მამა ჩემა მომიშალა ნერვები, არ მიშვებ და ძლივს გამოვეპარე. იცი რა, თუ მე მგაწყინო სიცოდე რომ სახეს გაუხევ. დღეს ვიყავი სალონში, მოგწონს ჩემი ახალი ვარცხნილობა? გავარკატ მას. არა, ხორს. რა? არა, მაშინ საქონელს. დღეს ცოტა ცუდ ხასიათზე ვარ. ჩემი ძმა მოყვა გუშინ ავარიაში და შემეშალა. შენ ჩემამდე ვინმე ყოლია? მე კი ქუჩის მუსიკოსები. ისა საღამოს რა გეგმები გაქვს? ბებოს წლის თავია და მთელი ოჯახი სასაფლაოზე ავდივართ. მე უკეთესი წინადადება მაქვს. ჩემთან ავიდეთ, მარტინი დავლიოთ მუსიკა. თუხი. შვილო? აქ რა საკეთებ? ღამის 11 საათზე. მე მეგონა მეგობართან იყავი 13 სადინოთ. ვისთან ერთად ახარ? ვინა ხარ ასეთი? ვინა ვარ ასეთი? მე ვარ შენი ველური კატა. შენი ცხოველთა მეფე. მე ვარ შენი აღვირახსნილი ვეფხვი. მოდი ჩემთან, მოდი. მამასთან. მოდი. არა. შემეშალა. მსახიობი ვარ და რეპეტიციობდი და. მსახიობია. 5 წუთში სახში მივდივართ, გარეთ გელოდები. ლექსი დაგიწერე? შენ? წაგიკითხავ. შენს დამნებდები და მომხევ ხელებს. შემითამაშებ თვალწინ წამწამებს და უკვდავების წუთებად მიქცევ ალერში დამთვრალ სევდიან წამებს. მიდი ბიჭო, აბა ნახე, კარგი ლექსია. შეაბი უკვე რაკენი. დაკერე უკვე ის გოგო. ის შემეშალა. აი მე რა მაგარი ლექსი იყო ცუდათავა. ცუდად ხარ? გადაგაჩინე, გიშველე. პირველადი დახმარება აღმოგიჩინე. ეს რა გააკეთა? გავედი მე საპირფარეშოში. არ წახვიდე. არსად არ წახვიდე. ჩემთან დარჩი, ჩვენი სიყვარული ესი არ დატოო, შანსი მომეცი. საპირფარეშოში მივდივარ. შანსი მომეცი გთხოვ. რაში მცვლია? არ წახვიდე. საპირფარეშოში გავდივარ. თუ არა და მეც წამიყვანე თან. შენთან ერთად წამოვალ. არ დამტოვო მარტო. საპირფარეშოში უნდა გავიდე. რა ვქენით, მივდივართ. მივდივართ? შენთან წავიდეთ, ბაიცე თუ ჩემთან, ბაიცე. მოდი ერთი აბა. ანუ შენთან ბაიცე?
სანამ რამის გამოცხადებ, მე მინდა შენ სიურპრიზი მოგიწევ. სიურპრიზი? ხო, ოღონდ ეს ბევრად მოულოდნელი იქნება, იმიტომ რომ შენ ვერაფერს ვერ დაინახავ. ხო, რა ტიპი ხარ რა? გაგიშვებ ერთად. თან იცი რომ მიყვარს სიურპრიზები. აი ესე, რომ არ გამოიხედო. საერთოდ რო ვერ ხედავდე. აიცადე, აბა შევამოწმოთ. რა ქარი მივერავს? არა. ვერაფერს ვერ. ეხლა უყურე. თუ გინდა რომ სიურპრიზი გამოვიდეს, რა საიტაც გეტყვი, იქ უნდა წახვიდე, გასაგებია? აი ესე მოტრიალდი. აი ესე და ესე წადი ახლა. წადი. და სიურპრიზი დამხვდება? მიდი. აქ არის სიურპრიზი? ხო, ეხლა გადააბიჯე, ცოტა მაღალზე ფეხი აწიე. აი ესე. აი მინისტრების სიმღერა. ეს ხო ეს არის ჩემი სიურპრიზი. ხო, ეგა. მადლობა, თან ხო იცი მიყვარს სიურპრიზი. ხო, ხო იცი, არ უნდა მოიხსნა. არ უნდა მოიხსნა. ეს ისე არის ლამაზი, თორე ის ჩვენიერი მართლა. კარგია. საქართველოს მინისტრები ვარ ვაშენებ ვაყოლებ ვანახებ ჩვენ ამ ქვეყანას იმღერი საქმე გვაქვს სამღერლად მე გარემოს დაცვის მინისტრი ვარ სახეში მღეროდი ოღონდ პორჩხიდე არა ვარ აცუჯაზე ვარ მე ისმესამე ვარ გარემოს დაცვა ჩემი ვალია მაგრამ ჩემ წებში ქართულს და ხანათარია მაგრამ მაინც მიშამაგარია ახლა ძღერი ჰანგდრავზე დაკვით დამეგალა ხელი ტურისტებო ხეგრეგელი რაჯობია ბუნებაში სიმღერა ზაქეის ახლა დიმიტრის ჭაშკინი მღერის მე განადლების და მეცნიერების ვარი რუსი და სული და გული ქართველი მინისტრი ვარ ჭაშკინი ვარ ლანჟეს ვაბარებ განადლება მეცნიერება ეს არის მართლა ჩვენი გამარჯვება დავარიგებ ნოუთბუქებს და ციგნებისთან და თანათან იაფდება კობალია გაგრძელება მე პატავა როგორ ნავარ მაგრამ დგრადას გავარ სცენაზე სადროს ჩემი მინისტრობა მე ხომ პატავა ყველაზე საქართველოში მოლაპარაკე და განათლებული სიმინდი შემოდგომაზე მომეწყო ბიჭივით საქართველო სიმინდი არის ჩვენი გამარჯვება მოსის მადლი ბორჯომის ალი ბათუმის გულა
არის ხაშურამდე დაგრძელება არის ჩვენი გამარჯვება საქართველო ბათუმი და ემსგავს ბარსელონას მეც მიაგავს ჰიმალაის ანაკლიას იქრეხნა და არაფერი არ გავს ხო მაგარი ფანტაზია გვაქვს აი ასეთი იყო დღევანდელი თქვენი შოუ. მომავალ სამშაბათ ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ახალი იუმორისტული პროგრამით. და დაიმახსოვრეთ ეს ყველაფერი კეთდება თქვენთვის, რადგან ეს არის თქვენი შოუ. მიყვარხარ.